მრავალი რელიგია ადამიანს ფიზიკური სიკვდილის შემდეგ სხვა რეალობაში უკვდავებას პირდება. ამიტომ სიკვდილს რელიგიურად გარდაცვალებას უწოდებენ. ეს გზა კი მრავალ რელიგიაში თითქმის ერთნაირია და ერთი და იგივე სიკვდილზე განიხილავს ამ საკითხს. სხვადასხვა ტერმინებით უბრალოდ. ეზოთერიული სწავლებები კი უფრო მრავალფეროვან ახსნას გვთავაზობს ბიოლოგიური სიკვდილის შემდგომი არსებობის შესახებ, რასაც საკუთარი თავისა და შინაგანის შეცნობის ამ მიმართულებაში მეტაფიზიკურ უკვდავებას უწოდებენ. ეზოთერიულად და აღმოსავლური სწავლებების მიხედვით, რეინკარნაცია არის ადამიანის ფიზიოლოგიური მახასიათებელი. მთელი მისი განვლილი გზა აღიბეჭდება საკუთარ გენეტიკურ სტრუქტურაში. ბიოლოგიური სიკვდილის შემდეგ, რომელიც დაახლოებით 4 ან 5 წუთის განმავლობაში გრძელდება, ანუ როდესაც ყველა ორგანო გაჩერდება მეფე ტვინის ბრძანებით, მთელ სასიცოცხლო ენერგიას მოიხმარს იგივე მეფე ტვინი. ამიტომ ხდება ენცეფალოგრაფიული აპარატურის მაქსიმუმამდე გაშკალება, ანუ გაბრწყინება. მიკროკოსმოსის დონეზე ეს გალაქტიკის აფეთქების ტოლფასია და აი რატომ. როგორც ცნობილია, ტვინში 100 მილიარდი ნეირონი არსებობს. ისინი ყველა ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან ესკონებით, იგივე გზებით, რომლებშიც ერთი მეორის მიმართულებით მოძრაობენ სინაფსები, ასევე უთვალავი რაოდენობით. ნეირონები ერთმანეთთან კომუნიკაციას ამყარებენ შეერთების იმ უბნებით, რომლებსაც სინაფსები ეწოდება. სინაფსში ერთი ნეირონი მესიჯს უგზავნის სამიზნე ნეირონს, მეორე უჯრედს. სინაფსების უმეტესობა ქიმიურია. ამ სინაფსებში კომუნიკაცია ქიმიური მესენჯერებით მყარდება. სინაფსების მეორე ტიპია ელექტრული. ამ ტიპის სინაფსებში იონები უშუალოდ უჯრედებს შორის მიმოედინება. თითოეულ სინაფსში, რომელიც პატარა ბუშტუკივით არის, მოთავსებულია 1000-დან 10000-მდე დენდრიტი, რომლებიც თითოეულ დონეზე რაღაც ცხოვრებისეული ინფორმაციის მატარებელია. მინიმუმ 4 ან 5 წუთის განმავლობაში ტვინის სიკვდილის წინა არანორმალურად აქტიური მუშაობის დროს ხდება ამ ინფორმაციის ერთგვარი რეალიზება. მთელი გენეტიკური საწყისის ხაზით, ყოველი ცოცხალი არსების ჩათვლით, რომლებაც მოცემულ გენეტიკურ ხაზში გაიარა და ეს შეიძლება იყოს ადამიანამდელი არსებებიც, საიდანაც დაიწყო მოცემული გენის სასიცოცხლო გზა. დროში ეს შესაძლებელია დაწყებულიყო დედამიწაზე პირველი სიცოცხლის ჩასახვის დროიდან, ამიტომ მოცემული 4 ან 5 წუთის განმავლობაში, რომლის შემდეგაც დგება ნეიროლოგიური სიკვდილიც, ცნობიერება ახერხებს დენდრიტებიდან მიღებული ინფორმაციის განცდას. სწორედ აქ იწყება მეტაფიზიკა, ტვინის 5 წუთიანი უმაღლესი აქტიურობა, ნეიროლოგიურ სიკვდილამდე. ცნობიერებაში გრძელდება ჩვეულებრივი აღქმის რამდენიმე მილიონი წელით და ეს არის სწორედ უკვდავება. ცნობიერების მოგზაურობა წინაპრებისკენ, თუმცა არის კიდევ ერთი სავარაუდო გზა, მაგრამ ამაზე შემდეგ.